ქრისტევან ჭეშმარიტმა ღმერთმა ჩვენმა ეორხებითა ყოლა დუსალისა დედისა თვისისა პირათა დიდებულთა და ყოლარხებულთა მოციქულთა და მოციქულისა და მახარებელისა მათესითა რომლის აღსებებასაც ამასრულებ ჩვენ დღეს და წმინდა სამღვდელთა იოანე ღვთისმშობლისა კონსტანტინე არქიეპისკოპოსისა თბილისისა დიდი სამოწამესა გიორგისა ელისა დიდი საქართველოს მოწამეთა კენოლოგიისა და მონათმედათაითა ედათა და მათთა შობეთა ფეისა და იოაკიმ და ანასითა და ყოველთა მითთა შეგვიწყალნენ საგვაცხოვნენ ჩვენი და სასახიერად საკაცოყარე უყალო შეგვიწყალენ სახელითა მამისათა და ცათა და სულისა პირისა და აწვდამარადისა უკუნეთი უკუნესამდე შემოსაყვანილო ხალხო, ნამდვილად ბერჯენ თითქია დავიბეორებ, რომ ეს ხშირად უნდა ვთქვათ, იმიტომ რომ მნიშვნელობა ადამიანისა არ უდიდესი. ვირგვინი ხილული სამყაროს. ანგელოსთა დასის კი ჩვენ გვემსახურებია და გვეხმარებია. ღმერთის ბრძანებით. წარმოიდგინეთ, რამდენად ძვირად ღირებულია ადამიანი ღმერთისათვის. და თვით ღმერთმაც, როგორც ხშირად ვიტყვია ვიბეორებ, თავის ღვთაებრივ ბუნებას შეერთო კაცობრივი ბუნება მსგავსებული და განაღმრთო. ეს მოხდა იმიტომ, რომ გადაწყვეტილება მიიღეს წმინდა სამებამ, მამამ, ძემ და სულმა წმინდამ, რომ მოსულიყო მესია, რომელიც აღთქმული იყო და 2020 წლის უკან მოვიდა სრული ღმერთი და სრული კაცი და ცხვრის სადგომში იშვა და ბაგაში მიიწვინა. კიდევ ვიმეორებ, ბერჯერ თქვენს ალბათ აზრი მოგივიდოდათ, რატო არ იშვა იმპერატორის სასახლეში და რატო არ ჩაწვა უფროს არგვანში. არა, მან ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ჩვენს მიგმართოს თავდაბლობისაკენ. ადამიანი ხომ იყო შექმნილი, არ უნდა დაავადებულიყო, სრული იყო, ულამაზესი იყო, ენერგიული იყო, ყველაფერი იდეალურად ხონდა მოწყობილი, მაგრამ კოდი იყო ჩადებული. მოკვდებოდა ეს შემთხვევაში თუ ღმერთს მინიმუმ ერთ რაღაცაში არ დაემორჩილებოდა, სულ ცოტა უბრალო ცნებაში, რომელიც იყო გამოწვევი აპარტანობისა, ღმერთის გატოლებისა, ნაპროვანებისა, ესე მარხვის დარღვევისა და ყველაფერი შეიკრიბა, თითქოს რა იყო ვაშლის შეჭმა, მაგრამ აი რამდენი რამეს იწვევდა აქ ცნების დარღვევა. მაგრამ ამასაც აპატიებდაო წმინდა მამები ამბობდნენ, ღმერთი ადამიანს ევას, რომ მათ თავი არ გაემართლებიო. ყველა საშინელება არის, არა ცოდვა იმდენად, რამდენადაც თავის მართლება. არ არსებობს ესეთი გულქვა ადამიანი, რომელსაც დაუშავი და შენ მას შენდობას ხო, საიმან შენ არ გაპატიოს. თუ არ გაპატიეს, მაშინ ღმერთი დააშლის. მოკლედ ჩვენ ძალიან დიდი ზეიმისათვის ვემზადებით, დავიწყეთ უკვე რა თქმა უნდა, სული ზეიმი, მარხვა არის სული ზეიმი, ანგელოსთა მიმსგავსება, რამეთუ ანგელოზები არ ჭამენ, მაგრამ ჩვენ არ გვიშლის უფალი რომ არაფერი არ შეჭამოთო, იყვნენ ისე წმინდანები, რომლებიც მარხვაში ფაქტიურად ზიარების გარდა და სეპისკვერის გარდა არ იღებდნენ, მაგრამ ეს ჩვენთვის არ არის გაკვნილი, მაგრამ მიმსგავსება კი არის ანგელოზთა დასისა. ლოცვა და მარხვა ეს არის სასუფეველის კარებამდე მიყვანაო, ეს არის ორი ფრთები, ნახე, ლოცვა და მარხვა. მიფრინავ შეთი, სალეფთით ვერ იფრეს, ხო? მარტო ლოცვით ვერ იფრეს. ათქათ მარტო მარხვას ინახავს, ვერ იფრეს, ადგილზე იქნება. ორივეს გაშლის, მაშინ აფრინდება. მაგრამ იმ წყალობას ვერ მიიღებს, თუ ამ ორ რამეს მოწყალება არ ახლია. და დღევანდელ სახარებაში ყურადღებით წავიკითხეთ თქვენს გულსვენდით, რომ ერთი ჯულის მოძღვარი ვიდის ქრისტესა გამოცდისათვის ძალიან ბოროტები იყვნენ. განათლება ჰქონდათ მაშინდელი საეკლესიო განათლება, მაგრამ იყო ბოროტები, ადამიანი, თუ კი შენ ადამიანად თვლი, მკვდარს აცოცხლებს, წყალზე ფეხით დადის, ბრმას თვალს უხელს. ის კი არა, უცბად დაბრმავდა და ყურანო ჩაუტარა, შობით და ბრმას არ შეგააშენებ. და შენ ამის მერე კიდე დიდი ხარ და გამოსას უკარებ და ეკითხები ამ რჯულის მოძღვარი, საერთოდ ისრაელში და ჩვენთანაც ასეა. პირველ ადგილზე იყო რჯულის სწავლა,
და ჩვენთან არის ქრისტიანული წესების სწავლა პირველ ადგილზე. და სპეციალური სერტიფიკატი უნდა ქონოდა, რომ მე ეკადაგა. ამას ქონდა ეთყობა და ეუბნება იესოს, რა კეთილი ხნა, რომ მარადიული ცხოვრება დავიკვიდრო. და მიხვდა რა თქმა უნდა გულდახვილველი, მე დაეუბნება, როგორ წერია რჯულში. ნახე, რჯულისკენ მივუდით, ამას უნდა და რომ იქნება რჯულის საწინააღმდეგო რამე თქვას, რომ დაასმინოს სინოდში, სინოდი იყო არა ადამიანები, შესული უნდა მთავრები არაკაცები და ეუბნება, რჯულში როგორ წერიაო და ის ეუბნება და სწორად ეუბნება. შეიყვარო ღმერთი მთელი სულით, მთელი გულით, მთელი გონებით და მთელი ძალით. აი პირველი მოვალეობა მართლაც ეს არის ჩვენი. და შეიყვარო მოყვასი შენიო, როგორც შენი თავი. როგორ შევიყვაროთ უხილავი ღმერთი. სულ ცოტა დაკვირვება გინდა. გულის გაწმენდა გინდა. ნეტარებას მოვიშველიო ხარ. ნეტარებთან სპიდანი გულითა, რამოთუმად ღმერთი იხილოს, რატო ვერ ვიხედებით ღმერთს? ბიძური გული არა, გვაქვს. ახლა თქვენ ჩახედათ, არ ჩახედათ, გძნოთ, არ გძნოთ, მაგრამ ფაქტი ესია. ადრეს მომიყოლია სამიზნელი ვასწავლდი რელიგიას მეცხრე სკოლაში. ახლა მეოთხეა მგონი, ერთ-ერთი მეცადინეობაზე მე ბავშვებს ვკითხე, რომ რა შეიძლება ჩვენი გულების გამოფენა გავაკეთოთ მაგალითად ბაზრობაზე ქალაქში. თქვენ თან ახლა ეკრებით გადაერიე ბავშვები. არა, მას მამო, რას ლაპარაკობ ჩვენ წარმოიდგეთ. აი რატო ვერ ვიხედებით? დალუქულია გონება, იმიტომ რომ გულია დაბინძურებული. ვერ მეტყვილებს ენა, იმიტომ რომ გულია დაბინძურებული. ახლა ისმის კითხვა, რითი უნდა გაიწმინდო გული? ტირალთან უნდა იტირო. ავატყობთა უნდა მიხვიდე, კი არ უნდა მოერიდო. შიერს უნდა აჭამო. შიშოს უნდა შემოსო. პატიმარს უნდა ნახვა, ნუგეში მისცე. არაფერი არ შეგიძლია ახლა ადამიანო, არც ლარები გაქვს, არც დოლარი, არც ევრო და არც ფუნტი სტერლინგები, ხო? მოგითხვა ხო შეგიძლია, აი ეს წმინდავს გულს. აი ესეთი რამე უთხრა უპასუხა და გააჩუმა რა თქმა უნდა. ასევე დღეს არის ეს არის სახარების განმარტება და შვეიცარია ერთად შემეკრა რა. იმიტომ რომ საერთოდ როცა მოდელი საუბრობს, სასურველი ერთ თემას შეეხოს ან ორს, მაგრამ როგორ ამე საუბრა რაც თავი დავთქვი მამა გაბრიელთან დაკავშირებით და სახარების განმარტება აუცილებელი იყო ორივე სიტყვით, აი კიდევ სხვა განმარტებებია. დღეს არის მოხსენიება მათე მახარებელისა ხალხო. ეს მათე მახარებელი იყო მეზვერე. რას ნიშნავს მეზვერე? რო წარმოიდგინოთ. ასაჩქრიელი გააჩერდა. ესე იგი, საქართველოს რო იყოს დაპყრობილი კი ვართ, მაგრამ ვითომ არ ვარ. და თქვათ ირანიდან, ან აზერბაიჯანიდან, ან თურქეთიდან და ხალხის აგროვებდეს ქართველი. ეს ხალხის აგროვები იყო ძალიან ხარბი, ბოროტი ხალხი. ჯერეთ იმათ აწონებდნენ თავს ტერს და მეორე მეცაც იტოვებდნენ და ძალიან დიდი სიმდიდრე ჰქონდა. ამიტომ ებრაელებს ეზიზღებოდათ ის ებრაელი მეზვერე, რომელიც ხალხს აგროვებდა. მასთან ურთიერთობა კი არა, მასთან ლაპარაკის დიდ ცოდვად ითვლებოდა. და აი ასეთი კაცი იყო მეზვერე მათე და უფალმა ჩახედა გულში, რომ ეს კაცი მობრუნდებოდა. და როცა მოუწოდა, ესე იგი მათე თვითონ მივიდა მის სახლში, თავის მოწაფეებთან ერთად და პური შეჭამა. ამაზე გადაერიე ფარისევლები, რჯულის მოძღვრები, მღვდელმთავრები, ეს როგორ იკადრაო. მე მოვედიო ღმერთი ამბობს, არა მართალთათვისო, მართალი არავინ არ არის, მაგრამ მათ ეგონა თავისთავი მართალი, არამედ ცოდვილთა სინამდვილათო და მართლაც მოუწოდა. და მათემ გაყიდა ყველაფერი და შეუდგა უფალს და სულ ბოლომდე ვის გვერდში იყო. დაესწრო ჯვარცმას, დაესწრო მკვდრეთი დამდგომა სუფლისას და დაესწრო ამაღლებას სუფლისას. აი ისი გახდა ყოფილი ამხელა ცოდვილი. არა და რა ხდება? ეს იყო ცოდვილი და გახდა დიდი მოციქული. ხოლო იუდა ისკარიოტელი იყო მოციქული, ებარად ფული და ასეთი ახლობელი, მაგრამ იყო ბოროტი, ბოღნიანი, გულდაბინძინებული და ის გახდა გამყიდველი. ჩვენ არ ვიცით ვინცი ვიქნებით და ვინ უკავ. ამიტომ გვაფრთხილებს ყველაზე მეტად ეკლესია ენას კილი დააჭირე.
თუ აუცილებელი სათქმელია უნდა თქვა, მაგრამ წესი აქვს ამას ყველაფერს საეკლესიო კანონის მიხედვით. აი შეხედეთ რომ მე ვაშავებ, რატომაც არა, უნდა მოხვიდე და მითხრა. მამა თადეუს ეს ასე არ არის სწორი, თანაც უნდა შეგეძლოს ამის ამტკიცება, არა ის როგორც ანინეროტაძე მე ასე ვფიქრო და ასე გავიგე. ხოლო თუ տեսახური არ შეისმენს, მაშინ შეიძლება ერთი ავტორიტეტი კიდევ მიიყვანო, ორი მიხვიდე, ასეა წესი. თუ ამ ორისაცაც არ შეისმენს, მიდიხარ მღვდელმთავართან. ახლა თქვენ ერთმანეთს დაუშავოთ, არ არის საჭირო მღვდელმთავართან მისვლა, ორ-სამ კაცთან მიყავთ და მერე შევხვდეთ. მაგრამ ახლა ჩვენ տեսახურები ვართ, მღვდელმთავართან მივძადით და უთხარით, აი ეს კაცი ასე აკეთებს და ჩვენ უთხარით ეს არ შეისმინა. ამიტომ ძალიან საშიშია განკითხვა, რომელიც მოდის მედიდურობიდან და როგორც ვთქვით, უფალმა მედიდურობა რომ ჩაეკლა ბოლომდე ჩვენში. ის იშვიათ ხრის სადგომში და სადაც საჭმელს აჭრევდა იქ მიიწვინა. ეცვა უბრალოდ შიოდა ხშირად, ოფლი გამოდიოდა, შრომობდა და დურგალი იყო სხვათა შორის, ხის ხელოსანი და ასე შრომა ჯაფაში გაატარა 33 წელი და 6 თვე. და მერე დააგვირგვინა ჩვენთვის სისხლის დაღვრითა. ასე რომ ამ ყველაფერზე საუბრით, ხშირად საღვთო ლიტურგიაზე მოსვლით და სიკეთის კეთებით გული გაგვეწმინდება და მეც ვიხილავთ. რაც შეეხება კორონასა დაკავშირებით, მეუფე სიტყვას ვიმეორებ, რას თქვა იმას, განათლებული კაცია და ცენტრშია და პატრიარქის გვერდშია და გასაგებია როგორ ურთქილდები ჩვენ მამამთავარს. კორონა 100%-დან უკვე შეხვდა ჩვენ 90%. ჩვენ უყოლეს და კორონა. გაიკვირდეთ, ეს ასე მეუფე სიტყვას ვიზახი. 90% გადა უტკივნეულოდ. ვერ გებულ. ისე რომ კორონა არ შეხვედრია, თქვენ არ შეხვდებით გამორიცხული. 10%-დანო ერთი პდება უეჭველა. და ხერა სადგათვალეს მასწავლებელი. ხოლო 9% გადა გუნძივე თომარო, როგორც ბაბა დავით გლივიძეს არ ერთეულები, ხო? თანდები დავადებით და გამო. ამიტომ ჩვენ უნდა დავიყოთ ფრთხილად, მაგრამ არ დავიწყოთ დიდი გერიოსის სიტყვები. შოთა რუსთაველისა, შიში ვერ დაძლეს სიკვდილსა, ცუდია დაღრიჭიგო. ასე რომ, ვისაც სიკვდილის არ ეშინიაო, მისი სიკვდილს ეშინიაო. მაგრამ ელემენტარული კულტურა, რაც ჩვენ გქონდა, რო აღწიკვებდა, ახველე, ბიჭო, აიფარე პირზე ხელი, რა შემოვამწიკვი ამ სახეში, არ ცხელია. ჩვენ გქონდა ეს არის მასწავლებლების დიდი დანაშაულს თუ სოფლიოში რა ხდება ცუდი ეს მასწავლებლებისგან არის. ერთ-ერთია ის, რომ 7 მილიარდი ნახევრიდან ეს ის კიდევ სერიოზულად ვიცით, ისინი ამბობენ ჩვენ სახურებად ვეყოფა 1 მილიარდი ადამიანი. ესე იგი 6 მილიარდი ადამიანი მაგათი გათვლით განწირული ვართ. ხედავ? ჰიტლერმა რამდენი მილიონი მოკლა აპრესისლერმა სულელმა 50 მილიონი, მეტი კი არა. მეტი რა ვაგინა, მაგრამ ესე იყო. ხოლო მასონები, რომლებიც აკონტროლებენ ბანკებს, აკონტროლებენ ჯარებს, პირდაპირ გეგმაში ვირუსებსაც ისინი აკეთებენ ლაბორატორია ისიც იბერეთში, კავკასიაში არის ჩვენ ტერიტორიაზე, სადაც გამოიყვანეს ფაროსანა, უბედურობასანა და ასე შემდეგ. რადგან რუსეთმა ხმა გაიღო და გავკვიშტით ჩვენ. ამიტომ უნდა ვიცოდეთ, ვინ არის მტერი, ვინ არის მოყარე, რითი შეიძლება დაგვიჭირონ. ახლა რა, ძალიან მისასალმებელია. კორონასთან დაკავშირებით. დახმარებები. მრავალშვილიან ოჯახებს. არ არის სწორი. არ გიხაროდეთ გენაცვლად. და რატომ? ლამაზი სიტყვები იციან, ლახას კი არიწია. გრანტებს შემოიტანეს. გრანტი იცი რა არის? ეს არის ვალი. და თუ გვაქვს 10 მილიარდი დოლარი, ვალი ჩვენ გაგვიხდება კიდევ რამოდენიმე 10 მილიონი დოლარი და ამ საკეკეთ თქვენ ლაპარაკობთ. ნახე რა ქნას, მეტი რა ქნას, გზა დააგო, ყვარი დააგო. ისაფია 100 ლარს აძლევს კაცო მრავალშვილიან. შეუტვიდო და უგურო კომუნისტებიც კი აძლევდნენ. როგორ ისინი ვალი კი არებდო კომუნისტურ ქვეყანას. სხვა საშინები. აი ნახე რა ამაზეც ხშირად ვიტყვია.
Adeki შედავლებსრუდა კაზრეთის ოქროს მილიარდები, ჭიათურის მანგანის მილიარდები, მინერალური წყლების მილიარდები, მიეცი ამ მრავალშვილიანი იქნება თუ უშვილო იქნება. და არა გრანტი არ შემოიტანა. რა გვიცავს გაგება არ არის, რავა არ არის, ღმერთი გვიცავს, ღვთისმშობელი გვიცავს, ჯარი არ ახავთ ხალხო. გაგიჟებული სასოფლეთი, აზერბაიჯანი, ირანი და თურქეთი ასე დგანა. და შენ არ ხავს 30,000 მეომარიც კი რომელიც იქნება შეიარაღებული კბილებამდე. ისეთ პატარა ქვეყანას როგორც არის ჩეჩნეთი 30,000 იმასაც კი ყავს. ამაზე არ იღებენ ხვას. რაღაცა ხვალა გამოყოთ ახლა. აი მაგალითად ეკლესიას გამოვყოფენ 25 მილიონს ლარს. და მე ვარ წაკითხული რამდენი ასობით მილიონი ბაზარალა ეკლესიას კომუნისტებმა. და ამ თავრობამდე არც გასახურდიას არ მოესწრო თუ ის დააბრუნებდა, არც შევარდადეს, არც სააკიას, არც ივანაშვილს ის და იმ მიწების დაბრუნებაზე ხმას არ იღებენ. არც წიაღისეულის დაბრუნებაზე ხმას არ იღებენ. ეს ხო ღალატია ხალხო. რა ხარ გამოგვივიდა, ვერჯერ მithქვია, გული მithკენია, გადააკლით ხოლმე, მაგრამ მე ამით ჩემს საქმეს ვაკეთებ. კორონა რათულა ჩემი ფესკაც კაცო. ამ გევიდა მოვხდები, ხო? ეს ხო წინდაფთება. ამდენ სიგლახის მერე იქნება აბა უშუალო ჩემს საქმეს ვარ. თქვენ ციცოდეთ. თქვენ გაჭიმავთ ფეხებს. მე კი გისურვებთ 100 წელი იყავით, მაგრამ ეს იცოდეთ და იცით, რომ 2.20 ქონდა სიმაღლე დავით მეფეს, 2.40 ქონდა ვახტანგ გორგასალს და არ არიან აქ, იქ არიან წასულები, ხორცით მიწაში, ხოლო ზეცაში არიან სულ. ასე რომ სანამ შეგვიძლია ერთმანეთს ვეფეროთ, ერთმანეთი მოვიკითხოთ, განსაკუთრებულად ვიზრუნოთ ოჯახს, ეს არის ოჯახი. ეკლესია. და ოჯახი ჩვენი კიდევ არის მინი ეკლესია, ვიზრუნოთ თქვენ ოჯახზე, მაგრამ ყოველთვის ეცადეთ, მე არაფერი არ მithხოვია 27 წელი არავისათვის, მადლობას წერა უფალს, ეს არ არის ჩემი დამსახურება ბოზბარმა მასწავლა, მაგრამ თუკი როსტომი მე შემოწირა, თვითონ იშრობა და ამოიტანა, რატო არ გაქვს ფული? მე რანუ არ გაქვს ფული? ამდენი ოხერტიანი მემარგანაცია, კაცო, მიდი და უთხარი, აკეთებ, რაღაცა, ვიღაცასთან კარგად არა ხარ, მაგრამ გულგრილები ხარ, მეფასო. ეს საცეცხლო როგორც თქვენ დააჩხრიალეთ. ეს ისე რა ხნის არის? 5 წლის მერე საეკლესიო ჭურჭლის ბენზინი სულია. შესამოსელი ახლა თქვენ ეს მოგწოთ. ამან უბრალო. აბა იცი რა არის მარტო $, რაც ნახე მე იქ ურანოპოლში 350 евро გიდა, აი მარტო ეს. აი ეს. ახლა არ მაქვს, ბიჭო, არ მაქვს, არ თქვა, კაცო, რო ვიტყვი არ მაქვს, არ გექნება. ვერთო მომეცი კეთილი გული და საშუალებად ჩემ ეკლესიას დავეხმაროთ, აი ესე. რაც შეეხება მსახურება ქრისტეშობის ვარხვაში, ასე მოუწია, ხვალ არის ხსენება წმინდა მოწამე მიქაელ გოგრონისა, მის 73 მეომრისა მოწამეები არიან, ძალიან დიდი წმინდანები არიან და რახანე მონასტერში არ მსახურებ უკვე დაამთავრე გუში და ორშაბათს 10 სახევალზე მინდა გავაკეთოთ წება თუ ღვთისმშობლის შეძლებით და შემაძლებია უფალი. მერე 4 შაბათს არის წმინდა ილარიონ ქართველის ხსენება, იმ დღესაც მინდა დავაკეთოთ წირვა, ხოლო პარასკევს არის ღვთისმშობლის ტაძრად მეყვანების დიდი დღესასწაული და იმ დღესაც რაც შეეხება თევზის ხმევა არის იმ დღეებში, როცა არის დიდი წმინდანების ხსენება. საერთოდ 4 შაბათ პარასკევს არ აჩვენებდა, რახან ილარიონ ქართველისა და ტაძრად მეყვანების ღიარი და ორშაბათს კიდევ ის არის აფია მოწამეს ხსენება, ვიც წირვას დაესწრება, ვის ქრისტესის სადახორცს მიიღოს, ანუ ჯერ ქრისტესის სადახორცს მიიღოს, როგორ ხარ? აი ამ შემთხვევაში ჩვენ ვიცვიქნებით გვეკუთვნის თევზის ხმევა. თუ არ დეისო იყო ის წირვაო და მე თევზიჭა მაქავო, მე მხარ გაგეჭიროს წელში და ხო. აგეთი ჯერ მოიგე სულიერი და მიიღეზიარება. თუ ვერ ახერხებთ და სახში ზიხართო სამსახურში პატარა ფესბუქზე გადაიარე. ასია. შაბათ კვირას იქნება თევზი, მაგრამ გაემატა ეს დღეები კიდევ.